იმდენი კითხვის დასმა მინდა ერთდროულად ეხლა თქვენ ვერ წარმოიდგენთ. ასეთი რაღაც თქვით ბატონო რეზო, რომ რაღაცა მარადიულზე როა კონცენტრირებული უკეთესია, ასე ვთქვათ, მაგრამ როცა შვილები ყავს გასაზრდელი, მამა რო ქვია, ძალიან რთულია, ეხლა სიმართლე რო გითხრათ, დენის ტაჩი რო გაძვირი და ისევ ინერვიულია, იმიტომ რომ ხელახლა უნდა მოერგო ამ რეალობას, იქ ბავშვებზე უნდა იზრუნო. რთულია რაღაც მარადიულზე კონცენტრირება, მოკლედ იმის თქვა მინდა, როცა შვილები ყავს გასაზრდელი. არ ვიცი, რჩევად შეიძლება დავარქვათ. როგორ მოიქცეთ, რომ აი ესეთ სისულელიც არ არის, ეხლა ნუ ხარჯი რო გეზდება, ნერვიულობ. როგორ მოერგოთ ამ ამბავს? არა, აქ რომ დენი არ გეყოფათ, მაგალითად 19 საუკუნეში დენი არ იყო 18-ში. ეხლა ხო არის. ხო, არ მიშო მე მეგონი ის იგულისხმება, რომ დენის გაძვირება პარალელურ რეჟიმში გამოიწვევს ყველაფრის გაძვირება, შესაბამისად ის შემოსავლია ბავშვმა რომ გაჭირება განიცადოს. და კარგია. ეგ მეორე მომენტია ხო? ისე ერთ-ერთი ბავშვის აღზრდის საშუალება და საერთოდ თავისუფალი ადამიანის აღზრდის ერთ-ერთი ატრიბუტია, ან თვისება, ან კრიტერიუმი თუ გნებავთ, ფრუსტრაციული ტოლერანტობა. რამდენი გაჭირვების ატანა შეუძლია ადამიანს. და მეორეა განებივრებული. განებივრებული ადამიანი არის, ასე ვთქვათ, ბავშვი მით უმეტეს ეს არის არასრულფასოვნების კომპლექსის ჩამომყალიბებელი ესეთი აღზრდა, უსუსურია. განებივრებული. რა თქმა უნდა. არ იცის რა გნას. აი ხა ვიღაცა მაგალითი იყო ერთი, რომ 9 წლის ბავშვს მეორე მსოფლიო ომის დროს დაავალეს, რომ რაღაცა უნდა გადაეტანა. გერმანული დახვრიტავდა, გადაიტანა. იცოდა რომ დახვრიტავდა. იმას ვიცი შეეშინდება არაფერს. ჯაჭირება რა არის? ტანჯის ატანა. ადამიანი, აი მაგალითად, თუ ჩვენ ბავშვს ყველა კაპრიზს უსრულებთ, ჩვენ ვღუპავთ მას, ეს გახსნა ბავშვი. იმიტომ რომ აღარ იცის რა არის, არა. აი კითხავდა არა რამდენად საჭიროა ბავშვის აუცილებელი. მაგრამ აუხსნა რატო? ფსიქოანალიზი ამაზეა დამყარებული, რომ ტაბუ აუცილებელია კულტურისთვის. ოიდიპოს კომპლექსი თუ გაქვს, შენ ხარ ნევროტიკი. ფროიდიც კი ამბობდა, რომ რას ლაპარაკობ, კულტურა, სუპერეგო არის კულტურის პირობა, თუ სუპერეგო არ არის, კულტურა არ იქნება, ველური იქნება. ამიტომ ვინც ვერ გადალახა ეს კომპლექსი მამის, ოიდიპოს, ის ავათარი. ოღონდ სხვადასხვა ფორმები ლინდება. რატო? იმიტომ რომ ტაბუა ეს. არ შეიძლება დედას სხვა თვალით უყურო არასდროს და არ შეიძლება მამის მოკლა. ეს არის ტაბუ, პირველი ტაბუ. არ შეიძლება მოპარვა, არ შეიძლება 10 ცნება, პირველ ხამურაბის კანონები ახლა ზუსტად არ ვიცი როგორ არის. საზოგადოება ამაზეა დაფუძნებული. 10 ცნება რატო არ შეიძლება რომ მოიპარო? თუ აუხსენე, მაგრამ იმიტომ რომ არ შეიძლება და მორჩა, თორე გაგიხეთქავ მაგ თავს, ხო? წავა და სხვა იპარავს. თუ აუხსენი რომ სამყარო ნახე ამ ხელას სამყარო. სამართლიანობის პრინციპი რომ არ იყოს ენერგიის თანაბარი განაწილება, ვერ იარსებებს. ვიღაცა რომ მოდიში სიტყვის ლევად იპარავდეს იქ. დაინგრევა. და ამიტომ შენ რო სხვისას იღებს, ეგ არ შეგრჩება, დაკარგავ. მეორეს ერთი თუ ბიზნესში ერთმანეთს უტეხავთ. ეგ ბიზნესი არ იმუშავებს.